წარსულში ცნობილი ფეხბურთელის დავით სოლოღაშვილის მოწვევით კახეთში საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის საფეხბურთო აკადემიის უძლიერესი ნაკრები იმყოფებოდა. გურჯაანის სპორტული გაერთიანების მწვრთნელი ზვია ჯავარაშვილის ინფორმაციით სტუმრებმა 4 შეხვედრიდან 3-ში გაიმარჯვეს და მხოლოდ გურჯაანის საფეხბურთო გუნდთან დამარცხდნენ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად იყოფებოდა უზბეკეთიდან, ქალაქ ტაშკენტიდან ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის გუნდი. წარმოდგენილი იყვნენ 4 წლოვანებით, 2015, 16, 17, 18 წელს დაბადებული ბავშვებით. თბილისში გამართეს ამხანაგური თამაშები თბილისის დინამოს აკადემიასთან და საბურთალოს აკადემიასთან და შემდეგ წარსულში ყოფილი გურჯაანის ალაზნის ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის დავით სოლოღაშვილის ინიციატივით მოწვეული იქნენ კახეთში, კერძოდ ქალაქ ლაგოდეხში და გამართეს ამხანაგური თამაშები. 2016 წლიანებში თელავის გუნდმა მიიღო ამხანაგურ თამაშში მონაწილეობა, 17 წლებში ყვარლის და 2018 წლიანებში ახმეტის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლებმა და 2015 წლიანებში მოგვიწია ჩვენ, როგორც მოიხსენებათ 2015 წლიანები მყავს. თამაშს რაც შეეხება ძალიან დაძაბული თამაში იყო. მინდა ვთქვა, შევეხო ამას აუცილებლად, რომ ძალიან ტექნიკური ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდია, ფიზიკურად ყველანაირად განსწავლული და თამაში დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით 3-2. ყველა ძალღონი იხმარეს ბავშვებმა, რომ გამარჯვებამდე მიგვეყვანა თამაში. კახეთის ჩემპიონატზე ვიღებთ მონაწილეობა, სადაც 8 მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწილეობს. 9 მაისს პირველი წრის ბოლო თამაში გვაქვს. პირველ ადგილზე ვართ, ყველა მოგებით. ბურთების კარგი სხვაობით 25-4-ზე. ვემზადებით და ვიზდებით ნელ-ნელა ესე.